ზესტაფონის მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას მუშაობას უწუნებს. ზესტაფონელები ქალაქის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ. გაკეთების არაფერი საერთოდ არ გაკეთებულა ზესტაფონში. თუ გაუარეს და თუ არა დანარჩენი არაფერი. მაინც სერვისი გაჭირებაშია ზესტაფონი. მონოდინამი რა თქმა უნდა იყო. უკეთესებისკენ შეიძლებოდა, მაგრამ ეს მთავრობა არ შეუძლია თუ სოციალიზმის მოლადები გასვარიც. საკრებულოს ფრაქცია ზესტაფონის წერს პარტია თავისუფალი საქართველოს წარმომადგენელს ქალაქის განვითარების ხელისშემშლ მიზეზად ადგილობრივ მთავრობასა და მაჟორიტარ დეპუტატ შორის არსებული დაპირისპირება მიაჩნია. გია თუთბერიძე დაპირისპირების მიზეზად დეპუტატთან დაახლოებულ კადრებს ასახელებს. კავკასიის კადრი იყო ძალიან ბევრი, ვინც დაინიშნა 2012 წლის შემდეგ 2014 წლამდე ძიმია ზოგადად სიტუაცია, იქიდან ეს შიგა დაპირისპირება კიდე ამას საერთოდ მიწასთან ასწორებს. იმ ფაქტს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი არ ელაპარაკება, ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარეც ადასტურებს. დავით მაგრაძის ინფორმაციით, გოგი ქავთარაძეს მოლაპარაკებებისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ. თავაზე დავსხდეთ და ვისაუბროთ. არა მარტო ესე შეთვლით, არამედ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქმის ხურშია ამის შესახებ, მაგრამ იქიდან არ გადმოიდგა რალუიური ნაბიჯი. ხნიერი კაცია 75 წლის ადამიანია და როცა მეუბნება რომ არ მინდა შენთან ლაპარაკია, მე ხარ რა გავაკეთე. ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ის პრინციპების ერთგულია და გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან შერიგებას გამორიცხავს.